რაღაცა გვეკიდე ბოთლის ყელი. ძლივს გავტეხეთ 100 კაცი ვესწოდით იქა რა. არაუდარობა იყო და მოიტა მასონეო ჯაშო კარგად ვისწოდე. მივეც ამან ერთი ტყვია ესწროლა, გაუტე და მივეც. ჭიდი მოუხსენი. 100 კაცი თვენახევარი ვესწოდით, ბიჭო არა გლიჩა და გაარტყა და აი ემხელა რაღაცას გაარტყა, ალბათ რა ვიცი. 200 მეტრზე ესწროლა რა და გლიჩა. ოდა. მაგას ვიძახი, თუ კაი არაგან ცროლიც უნდა იყოთ რა. თუ სანადირო თოფი გაქვთ, ეგ იმას არ ანიშნავსო, ტყეში შეხვალ და მონადირი იქნებით. მაგ მონადირობას კი თავის მოღამვიდა. მოკლედ აი ეს იყო ეს ჩეზეები, საბაისო მოდელიც გაჩვენეთ, უბრალოდ ჯერ გაჩვენეთ ის. გადაპრანჭული, დანაოროტკებული ვანო ქართულად როგორ იქნება. გადატუნინგებული. ეგეც ინგლისური სიტყვა. მოკლედ რაც არის რა. ეს არის საბაისო მოდელი. ერთ და იგივეა, ამას იყიდით, თუ ჩეზეს მოყვარული ხარ და მე გადააკეთეთ, მაგრამ მე პირდაპირ გეტყვი, თუ ესე წავიდა ლაპარაკირო, პირდაპირ ტიკა უნდა იყიდო, იგივე დაგიჯდება შეუფლო იაფი, ან კიდე საკო რა. თუ მაინცა და მაინც ისინი ფასით ორჯერ ამაზე ძვირიღის, სამაგეო წვალება აღარ დაგჭირდებათ. ნუ ეგ უკვე ჩემი სუბიექტური აზრია. შეიძლება რაღაცა პროფესიონალი არ დამეთახმოს. მოკლედ ამითი გამოგემშვიდობებით აი ეს იყო თვითონ ამ ჩეზეების განხილვა. იარბაზი იარაღის ბაზარი